გვაქვს ძირითადი ჩვენი პროექტები ჰოლივუდიდან. მუშაობთ HBO-ს, Netflix-ის, Paramount-ის, Sony-ის, ყველას. ძირითადად ყველა დიდი ბრენდების პროექტებზე. ანუ ჩვენ ესე რომ ვთქვათ, აუდიოთი პირდაპირ ვეხებით ადამიანების ყურის მემბრანას. ანუ ესე ვეხებით ყურის მემბრანას. ხო, ანუ ეგრე გამოდის, იმიტომ რომ ჩვენ ახლა ის ინფორმაცია რომ მიიღოს ადამიანმა ყურში, ის მემბრანა რაღაც კონკრეტული სიხშირეებით უნდა ახდენდეს მოძრაობას, რომ შემდეგ გადაითარგმნოს ეს ინფორმაციაში ადამიანის ტვინში. როგორიც ბრენდი არის, ანუ რა შინაარსსაც ატარებს, რა ფილოსოფიაც აქვს, რა სტრატეგიაც აქვს, ეს ყველაფერი უნდა აისახებოდეს ვიზუალურ ბრენდინგში. ეს ყველამ ვიცით. ზუსტად ანალოგიური არის აუდიოში. ანუ აუდიო, როდესაც არასწორი ბრენდინგით კეთდება, იგივეა რომ არასწორი ლოგო გქონდეს. აი ეს ზუმერული ფასები ტვინში რატო ესე ჩაწერილი და ანუ არ საიდან რომ მოდის ხოლმე და დამიფიქსირებია მეც. ანუ როგორ ჩაწერეთ მოკლედ. ის ემოცია, რომელიც იმ ამბავმა მოგიტანა რა, ასე ვთქვათ, დაარქივებას ახდენს და შენ თავში რჩება ამ ტონით რა. შეიძლება ის კონკრეტული რგოლი არ გახსოვდეს, მაგრამ ემოცია გახსოვდეს და ამ ხმას რო გაიგებ, ეს ემოცია იღვიძებს. გამარჯობა, ეს ლევან კოკოლიშვილის პოდკასტია და დღეს ჩემი სტუმარია პოსტრედის კრეატიული პარტნიორი და კომპოზიტორი ზვიად მღებრი. სანამ პოდკასტზე გადავიდოდეთ, თუ თქვენთვის ეს კონტენტი საინტერესოა, აუცილებლად გამოიწერეთ არხი, რადგან ამ ერთი მარტივი ქმედებით შეგიძლიათ დაეხმაროთ არხს, მე და ჩემ გუნდს, რომ უწყვეტად შემოგთავაზოთ კიდევ უფრო პროფესიონალური მომენტები. ზვიად, გამარჯობა და მადლობა პირველ რიგში, რომ გამონახე დრო და მეწვიე პოდკასტში. პოსტრედის შესახებ, ნაწილმა საზოგადოებისა მიცის, განსაკუთრებით მარკეტინგის ბიზნესის სფეროში როა, არა ბიზნესის ზური და სხვა სფეროებიდან ციციან რამებიც დაატრიალეთ, უფრო კინოინდუსტრიასთან მიმართებაში, თუმცა მაინც რომ მოგვიყვე, ვინც არ იცის მისთვის, რა საქმიანობს პოსტრედი, აქამდე რა გამოიარა და შენ კონკრეტულად რა მიმართულებებით ხარ ახლა ჩართული? პოსტრედი 2015 წლიდან არსებობს, არის post-production სტუდია, ანუ ძირითადად ვაკეთებთ ხმის ეფექტებს და მუსიკას ვიზუალურ მედიისთვის, ფილმები, ვიდეო თამაშები, რეკლამები და ასე შემდეგ. და შეიძლება ითქვას, რომ ძალიან აქტიურად გვაქვს ძირითადი ჩვენი პროექტები ჰოლივუდიდან. მუშაობთ HBO-ს, Netflix-ის, Paramount-ის, Sony-ის, ყველას. ძირითადად ყველა დიდი ბრენდების პროექტებზე. ისეთ პროექტებზე გვაქვს ნამუშევარი, როგორც არის Euphoria, Bad Boys 4, Scream 4, 5 და 6. მოდი ბარე მაქვს კითხავ რა, ან ძირითად შემთხვევაში სააგენტოების პრობლემა, ერთი რო კლიენტებს ადგილობრივ ბაზარზე აგვარებენ, მაგრამ ყოველთვის დიდი პრობლემაა ეგრეთ წოდებულ გლობალზე გასვლა რა და ესე მალე ვთქვათ და ამ ხელა პროექტებზე როგორ მოახერხეთ პირდაპირ გასვლა და დაცდომა და ამ ხელა პროექტების დამუშავება, რა იყო თქვენი აზრით ეგ ასე ვთქვათ მთავარი მიზეზი? საკმაოდ კომპლექსური კითხვა არის, იმიტომ რომ არც ისე ცოტა დრო დაგჭირდა, ანუ დროთა განმავლობაში ეს ნელ-ნელა ავაშენეთ ეს ურთიერთობები ჩვენს გლობალურ პარტნიორებთან და თავარი ის იყო, რომ დასაწყისიდანვე ჩვენ ჩანაფიქრში იყო, რომ ეს უნდა გავაკეთებინა და მაგითკენ მიდიოდა ყველაფერი. უბრალოდ თავარია ჩემი აზრით, რომ იყო ძალიან მიზანმიმართული, აქტიური კომუნიკაცია ქონდეს და ქონდეს ძალიან მკაფიო სტრატეგია, რაზეც აქტიურად მუშაობდით და ძირითადად ესო იყო ამ საკითხზე ყველაზე მეტად ორიენტირებული, იმიტომ რომ ანუ ყველას ჩვენს გუნდს გვაქვს რაღაც სიძლიერეები და მისი სიძლიერე ყველაზე ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე სტრატეგიული ხედვა და წინასწარ განჭრეტა რა როგორ იმუშავებს ხოლმე და ზოგიერთი შემთხვევაში არის ვთქვათ შესრულება, ზოგიერთ შემთხვევაში არის რაღაცა კომუნიკაციები და ანუ გუნდი რო შევიკარით, რომელსაც ეს ერთმანეთს ვავსებთ ამ სხვა მიმართულებებით და ძალიან აქტიურად ერთი და იგივე მიზნისკენ აქტიურად ვიხწვით და არ ვაკომპრომისებთ არაფერს, ეგ გახდა ალბათ მიზეზი იმისი, რომ ამ მიმართულებაზე აქტიურად ვართ გასულები და კიდე უფრო დიდი მიზნებისკენ ვიხწვით უფრო და უფრო წინ. და რა თქმა უნდა დისციპლინა და ურთიერთპატივისცემა და შეთანხმება ამ ყველაფერს საქმის მიმართებაში რა.
მე როგორც ვიცი, ასე ვთქვათ, ბევრი ტრანსფორმაციული პერიოდი გაიარა პოსტრედმა. ეხლა რა ეტაპზეა, რა სტრატეგიით მიდის და შენი უშუალო ჩართულობა რა არის რა ნაწილს ხელმძღვანელი? ჩვენ ესე იგი, რადგანაც პირველ რიგში თავარი ჩვენი მიმართულება, ზოგადად ჩვენ რადგანაც მუშაობთ ვიზუალურ მედიაში, ვიზუალურ მედია სხვადასხვა ინდუსტრიებს მოიცავს და პირველი ინდუსტრია, რომელსაც შევეხეთ და აქტიურად დავიწყეთ, ასე ვთქვათ, მოქმედება მაგ მიმართულების მიმართ, იყო ფილმი და სერიალები. შემდეგი ინდუსტრია, რომელსაც 2 წლის წინ დავიწყეთ აქტიური, ასე ვთქვათ, ჩართვა იყო ვიდეო თამაშები, რომელზეც ასევე ძალიან დიდი პროექტები გვაქვს, როგორც არის მაგალითად Path of Exile-ი, ხო ვინც ერკვევა ვიდეო თამაშებში, მიხვდება რომ ძალიან დიდი თამაში არის და ჩვენ ვაკეთებთ აუდიო ასეტებს და იმპლემენტაციას ვიდეო თამაშებისთვის. აუდიტორისთვის უფრო გასაგები რო იყოს, ანუ იგულისხმება სიტყვაზე სიარულის ეფექტი, რაღაც მოქმედებების ეფექტი კი, და ანუ ყველა აუდიო ხმა, რომელიც იქნება თქვა იქ ქარაქტერების არსებების ხმებიდან დაწყებული, სიარული, მუსიკასაც ვაკეთებთ და ანუ ბევრ სხვა რაღაც ვაკეთებთ, რაც ვიდეო თამაშისთვის ხმოვნად რაც გვისმის, ყველაფერს ვაკეთებთ მაგისთვის და ასევე სპეციალური პროგრამებით ხდება იმპლემენტაცია, სადაც იტესტება როგორ იმუშავებს, თქვა ან ერთი ნაბიჯის მერე მეორე ნაბიჯი როგორ გაიჟღერებს, ან ერთი ხმის მერე მეორე ხმა როგორ გაიჟღერებს, შორიდან როგორ გაიჟღერებს, ახლო როგორ გაიჟღერებს და ასე შემდეგ. ანუ გარემოებები, ბექგრაუნდები, ხმები რაც ისმის თამაში, ყველა ხმის გაკეთება გვიწევს ხოლმე თავიდან. აჰა. ანუ ეხლა ძირითადად მაგ მიმართულებებით ხართ, მაგ მიმართულებაში ხართ გადართული? ხო, ანუ ეს არის ანუ ისეთი მიმართულება იყო, რომელმაც რო დავიწყეთ ამაზე მიმართულება, მე ცალკე თიმი დაგჭირდა, ანუ ცალკე თიმი ყავს, ახლა game audio დეპარტამენტი არის, რომელიც ცალკე მუშაობს უშუალოდ თამაშებისთვის, ხმებისთვის და მუსიკის შესაქმნელად რა. ცალკე ფილმების დეპარტამენტი, ცალკე გეიმინგის. ანუ ფილმებშიც კიდე ცალკე დეპარტამენტები გვაქვს, იმიტომ რომ იქ მაგრამ ძირითადად ერთი ის არის, თუმცა არის იქ ფოლი, რომელიც არის სიტყვაზე ხმების ეფექტების ჩაწერა, უშუალოდ დიდი დარბაზები გვაქვს, სადაც ამ ხმებს იწერენ. არის ხმის ეფექტების შექმნა, დიზაინების შექმნა, ბექგრაუნდ ხმების შექმნა, დიალოგის ედიტინგი, ანუ ბევრი სხვა საქმიანობას მოიცავს, მაგრამ ძირითადად ესე გვაქვს დაყოფილი, რომ არის თქვათ ფოლი მიმართულება, რომელიც არის ამ ხმების ჩაწერა და ამ ფოლის სერვისს ასევე სხვა საუნდ დიზაინერებსაც უწევთ და არის ასევე სხვა დანარჩენი მიმართულება, როგორც არის დიალოგის ედიტინგი, ხმის ეფექტების, hard effects-ები, ბექგრაუნდები და ხმის დიზაინები, რომელიც მოიცავს აბსტრაქტულ კონცეპტუალურ ხმებს და ხშირად გვხვდება ფილმებში ხმები, რომლებიც სინამდვილეში არ არსებობს, მაგრამ შექმნილი არის კონცეპტუალიდან გამომდინარე რა. აი დინოზავრების ხმა მაგალითად ხო არ ვიცით როგორი არის და ანუ ხელოვნურად ხდება მისი ასეთი ხმების შექმნა სხვა ხმებისგან ან სინთეზატორებისგან და ასე. და უშუალოდ მაგ ნაწილში ხარ როგორც კომპოზიტორი, ჩართული რო ხმები, რომელიც შეიძლება არც კი არსებობდეს რაღაც სხვადასხვა ინსტრუმენტებით. ანუ როგორც ხმის დიზაინერი ასევე ვარ ჩართული მსგავსი მიმართულებით, მაგრამ კომპოზიტორი უკვე სხვა რაღაც აკეთებს. კომპოზიტორი უშუალოდ მუსიკას წერს ფილმისთვის და მაგ ნაწილში კი ბატონო აქტიურად ვარ ჩართული. თუმცა ეხლა რაც გითხენ, ჩვენ აქტიურად დავიწყეთ მესამე მიმართულების დანერგვა და განვითარება, როგორც არის ასე ვთქვათ კრეატიული სარეკლამო ინდუსტრია. უბრალოდ ეს მიმართულება არ იყო ჩვენთვის ფოკუსში არასდროს და რაღაც პერიოდის მერე ვიფიქრეთ, რომ ნუ იმისთვის რომ ეს ფოკუსში იყოს ლოკალურად, აუცილებელია რომ ჩვენ გეზი, როგორც სხვა დანარჩენ მიმართულებებშიც, ავიღოთ გლობალურად. და გადავწყვეტეთ, რომ ეს მიმართულება გლობალურად დავხვეწოთ, ქონდეს ურთიერთობა სხვა გლობალურ ბრენდებთან და მათთან კომუნიკაციასთან ერთად ჩვენ ასევე ლოკალურ ბაზარზეც პრომეტად სწორად რა გავიგო, რაც მოკლედ ფილმების ინდუსტრიაში დაატრიალეთ, იგივე სტანდარტით გინდათ, რომ სარეკლამო ინდუსტრიაში ვიდეო რგოლებს, კომერციულს ემუშაოთ და შექმნათ ვიზუალური არა, აუდიო იდენტობა, ხო? ზოგადად აი როცა მაგალითად დამკვეთი მოდის თქვენთან, რა ტიპის სერვისებია, რითაც მაგალითად მე მინდა რომ ჩემ ბრენდს კონდეს რაღაც, არ ვიცი, იდენტობას ვეძახით ამას ხოლმე, ხო? აუდიო იდენტობას კიდე რა სერვისებს მოიცავს, რაც თქვენიდან სუყეთ შეუძლია, მოკლედ კლიენტს აიღოს და განავითაროს საკუთარი ბრენდის აუდიო იდენტობა იქნება თუ, რა ვიცი, ვიდეო რგოლით მოვა და ასე შემდეგ. ჩვენ ძირითადი სერვისები არის აუდიო იდენტობა, ანუ აუდიო ბრენდინგი, ესე მოკლედ რო ვთქვათ. ასევე
სტანდარტულად რასაც ვაკეთებთ ხოლმე არის, როდესაც სააგენტო მოდის ჩვენთან და უკეთებთ რგოლზე ან კამპანიაზე როდესაც მუშაობთ, ან თავიანთი ჩანაფიქრი რაც არის უკვე კლიენტთან, ბრენდთან დამტკიცებული, მას უკეთებთ ამ აუდიო ნაწილს, მუსიკასაც და ხმის დიზაინსაც და ასევე გვაქვს ესეთი ვარიანტიც, როდესაც ჩვენ კოლაბორაციობთ სააგენტოსთან, რაც ნიშნავს, რომ როდესაც არის რაღაცა ბრიფი და სააგენტოს სურს, რომ ეს კამპანია ასე თუ ისე უფრო აუდიოზე ორიენტირებული იყოს, მაგ შემთხვევაში ერთად ვსხდებით, ასე ვთქვათ, ამ ბრიფის წინაშე და ვიწყებთ მუშაობას და ჩვენ ვცდილობთ, რომ მივცეთ მათ აუდიო გამოსავლები. შეიძლება ეს იყოს მუსიკაზე დაფუძნებული კამპანია, შეიძლება იყოს ისეთ რაღაცა, რაზეც შეიძლება გაუჭირდეს კრეატიულ სააგენტოს იფიქროს აუდიოს სკოპში რა, იმიტომ რომ ცოტა განსხვავებული ტიპის მედიუმი არის აუდიო, იმიტომ რომ აი თუნდაც ვიზუალში ან ტექსტუალურ ნაწილში შეგიძლია გაჩერებულ სურათს შეხედო და რაღაცა კომპოზიციური ფორმატი წარმოიდგინო. მაგრამ როდესაც ლინიარულ აუდიოზე გვაქვს საუბარი რა, ის ყოველთვის მოძრაობაში არის რა და ახმადობა აუდიოსი ჩვენს გონებაში სხვანაირად ხდება ხოლმე რა. ეს რაღაცა მოძრაობაში ხდება მისი ახმადობა. გაჩერებულ სიტუაციაში აუდიო არ არსებობს. ანუ უცებ გაჩერებული ხმა არ არსებობს, მაგრამ გაჩერებული კადრი არსებობს. ხო, დინამიურად უნდა გესმოდეს, მიყავდეს აი. კი ბატონო, და ხშირად არის ხოლმე, როდესაც აი შეიძლება ჩამოწერა, რომ აი ეს გვინდა, ეს გვინდა, ეს გვინდა, ეს გვინდა, მაგრამ ესე როგორც ჩამოწერ და შეგიძლია ეს ვიზუალში მე რაღაცა კომპოზიცია მიიღო ვიზუალური, იგივენაირად აუდიო შეგიძლია არ მოქმედებს. ან ერთდროულად რამოდენიმე ხმა, ერთდროულად როცა ისმის ადამიანის ყური ვერ აღიქვავს ეგრე, ანუ გჭირდება მისი სწორად გადანაწილება, სწორ დროს სწორი რაღაცები უფრო მეტად უნდა გესმოდეს და ასე შემდეგ რა. და ეს არის რაღაცა, რასაც ძალიან დიდი გამოცდილება ჭირდება ფილმის მიმართულებაში და ეს გამოცდილება რო გვაქვს, ეს ძალიან გვეხმარება მაგაში და შესაბამისად კამპანიებზე როდესაც ერთად მუშაობთ, ჩვენ სხვა value შემოგვაქვს, ჩვენ აბსოლუტურად არ ვერევით იმ ჩანაფიქრს, რასაც კრეატიულ სააგენტოს თვითონ აქვს დასახული, ჩვენ უბრალოდ მათ ვეხმარებით, მათთვის როგორც დამატებითი გუნდი ვართ, რომელიც ამ გამოსავლებში იღებს მონაწილეობას რა. საინტერესო თემატიკაა ეხლა და საკმაოდ ვრცელი და ის კითხვა მიჩნდება, რომ ჩვენ არა მხოლოდ ჩვენ რეალობაში ზოგადად ძალიან პოპულარულია ყველა ვიცით, სტარტაპს იწყებ თუ რასაც არ უნდა აკეთებდეს, ვიზუალური იდენტობა პირველია, ლოგო, ფერები, ყველაფერი. რა თქმა უნდა, ნუ პირველია, მაგრამ შენით რატო არის ესეთი ნაკლებად პოპულარული აუდიო იდენტობა და მაგის მნიშვნელობაზე რო ვისაუბროთ, იმიტომ რომ ბიზნესებმა იციან, რომ ლოგო ყიდის თავის მხრივ, ფერები მნიშვნელოვანია და თითქოს ეს შეიძლება ცოდნის ნაკლებობა იყოს, რა ეფექტი შეუძლია მოახდინოს აუდიო იდენტობამ ზოგადად ბიზნესის პრეზენტაბელურობაზე და მომხმარებლის გონებაში რა შეიძლება დაატრიალოს, მოდი მაგაზე ვისაუბროთ, იმიტომ რომ მაგის garaშე ცოტა შეიძლება იფიქრონ, რომ საუნდია რა, უფასო და цаრი ესეთი საუნდები და არჩევ რამეს დაადებ. აი მაგის სწორად შერჩევის მნიშვნელობაზე და ეფექტზე რო ვისაუბროთ. ძალიან კარგი კითხვა არის და ძალიან საინტერესოა. პირველ რიგში ერთი ის შემილია ვთქვა, რომ თვითონ გაცნობიერებული აქვთ ხშირ შემთხვევაში, რომ რამხელა ძალა აქვს და თვითონ სიმპათიაც ხშირ შემთხვევაში აქვთ, იმიტომ რომ ყველას მოგისმენია Netflix-ის ლოგო, რომელიც ყოველ ჯერზე როცა ჩართავ ისმის. ან მოგისმენია McDonald's-ის რაღაცა ყველაზე ცნობილი ბრენდების და ყოველთვის შეიძლება ხაზი გაგვისვია, რამდენად საინტერესოა და რამდენად ეფექტური არის რა. მაგრამ რა დევს იმის უკან, რის გამოც ესეთი ეფექტური არის, ეს ხშირად არიციან ხოლმე და არის ხოლმე მომენტი, რომ აი უბრალოდ რაღაცა გვინდა რომ ბოლოში იყოს. იმიტომ რომ გონიათ, რომ ანუ აუცილებელი არის, რომ რაღაც თვითონ შეგრძნებაც არის, რომ აი რაღაცა გოლის ბოლოს რაღაცა იყოს დამაგვირგვინებელი ბგერა, რომელიც გეხმარება რაღაცის დამახსოვრებადობაში, მაგრამ რა არის აქ ძალიან მნიშვნელოვანი და რასაც ხშირ შემთხვევაში ბევრი ვერ იაზრებს, ალბათ იმიტომ რომ აუდიო ასე ვთქვათ მიმართულებით არ ფიქრობენ ამაზე. ალბათ დავიწყებ იმითი, რომ თვითონ სკოლები და ბევრი მიმართულებები ზოგადად მარტო საქართველოში არა, სოფლიოში ნაკლებად მოიცავს ამ სწავლებას რა. იმიტომ რომ როდესაც ბრენდინგს სწავლობთ, როდესაც
სკოლებს და უნივერსიტეტებს გულისხმობა ცხადია, როდესაც ბრენდინგს ვსწავლობთ, როდესაც copyright-ს ვსწავლობთ, როდესაც კამპანიას, სტრატეგიას, დაგეგმარებას ყველაფერს ვსწავლობთ, ამ ნაწილებში ყველაზე ნაკლებად არის აუდიო მიმართულება, რასაც ხაზს უსმევენ რა. ან საერთოდ არ უსვამენ, იმიტომ რომ კერძო კურსების შემთხვევაშიც არის ის, რომ კი, ბატონო. რაღაც ზოგად სტილისტიკას მიყვებოდეს, მაგრამ ეფექტი რა შეუძლია მოახდინოს. უბრალოდ ხშირ შემთხვევაში წარმოდგენაში გვაქვს ხოლმე რომ აი თუნდაც როდესაც რგოლზეც მუშაობთ, იქაც რაღაცა ეს აუდიო თითქოს აუცილებელი დამაგვირგვინებელი წერტილი არის რა, მაგრამ არა ესეთი მნიშვნელოვანი რა. შეიძლება მაგის მნიშვნელოვანობა ისე კარგად არ ჩანდეს. რაც შეეხება აუდიო იდენტობას და ბრენდინგს, ეს აბსოლუტურად ანალოგიურად ისეთივე მნიშვნელოვანი არის, როგორც ვიზუალური ბრენდინგი, როგორც არის სიმბოლო, როგორც არის ფერები, ეს ყველაფერი რაც ბრენდს აქვს და როგორც არის ნაფიქრი ამის უკან, რომ ანუ თავისი მესიჯი ხო დევს ამ ბრენდში, როგორც ბრენდი არის, ან რა შინაარსსაც ატარებს, რა ფილოსოფიაც აქვს, რა სტრატეგიაც აქვს, ეს ყველაფერი უნდა აისახებოდეს ვიზუალურ ბრენდინგში. ეს ყველამ ვიცით. ზუსტად ანალოგიური არის აუდიოში. ანუ აუდიო, როდესაც არასწორი ბრენდინგით კეთდება, იგივეა რომ არასწორი ლოგო გქონდეს. ანუ შეცდომით რო გქონდეს ლოგო, ეგ არასწორ თხრობას გიკეთებს, არასწორ ტონს გიკეთებს, განწყობას. შეიძლება ვიღაცამ უბრალოდ ტრივიალურად გადაწყვიტოს, რომ მოდი მე აი რაღაცა არ ვიცი, მე და შემსაუბრობთ იმ დღეს რაღაცა მაგათად წყლის კომპანია ვარ და მოდი წყლის ხმა იქნება ჩემი რაღაც. შეიძლება იმან იმდენად არასაინტერესო და არა კონკრეტული მისიის გამომამჟღავნებელი ის გააკეთეს, როგორც შეიძლება იყოს თქვა, უბრალოდ წყლის ფოტო რო იყოს ლოგო. აი რო წარმოვიდგინოთ, რომ ეხლა ნებისმიერ წყლის კომპანიას ლოგო რო ქონდეს, აი ესე წყალი რო ისხმება, აი ნამდვილი წყალი როგორც არის, ეგ რო იყოს ლოგო რა. ხო რაღაცა ცოტა უცნაური ის იქნება, ანუ ხო ძალიან ცოტა რაღაცა დევს იმის უკან, რაც თვითონ ბრენდს უნდა რომ ჩადოს. და ეს ნებისმიერ ბრენდს შეუძლია გადათარგმნოს თავის იმაზე, ანუ რაც უფრო ტრივიალური და უბრალო არის ეს და რაც შეიძლება ის იყოს, ანუ ძალიან რთულია ამ მიმართულებით რაღაცის დაგეგმა. ჩვენი პროცესი არის ხოლმე ყველაზე ხშირ შემთხვევაში და ყველაზე შრომატევადი არის კონცეფციის შემუშავება. ანუ როდესაც ვიწყებთ იმაზე ფიქს თუ ამ ბრენდს როგორ შეუძლია კონცეპტუალურად თავი გამოხატოს ხმაში. და შეიძლება იყოს კომბინაცია ხმის და მუსიკის, ან მარტო ხმა იყოს, ან მარტო მუსიკა იყოს, ანუ გააჩნია რა ჭირდება იმ ბრენდს, რომ სწორად გამოხატოს თავის თავი. მაგრამ ეს მედიუმი იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, ამდენადაც კონცეფცია. ისევე როგორც აუდიო ბრენდი, როდესაც ბრენდინგს, ვიზუალურ ბრენდინგს ვაკეთებთ, ყველაზე რთული და საინტერესო პროცესი არის კონცეფციის შემუშავება, რა გვინდა რომ გამოვხატოთ ამ ბრენდით და რა ფორმით გამოვხატოთ და მე როგორ ვიწყებთ იმის ვიზუალში გადათარგმნას. ზუსტად იგივეა აუდიოშიც. აი ბექში კიდე უფრო რა ხდება ხოლმე მაგაზე რომ მომიყო, იმიტომ რომ რამდენიმე ვიდეო რაც მაქვს ნანახი, ერთი შეხედვით რაღაც 10 წამიანი აუდიოს მიღმა არის ხოლმე, აი უდიდესი დაგეგმვა, იქ ჩაწერები, შეიძლება გუნდი იდგეს, შეიძლება ანუ შენ თვითონ ვოკალით იყო ჩართული, რაღაც 1000 ნივთისაგან და ინსტრუმენტისაგან რაღაც მიქსს ქმნი ხოლმე და აი ეს კრეატიული პროცესი როგორია შენთვის სამუშაოდ, იმიტომ რომ ერთ-ერთი კარგად საყურებელია ხოლმე, როცა ვხედავ ჯერ როგორი მუშაობა იყო და მე შედეგი ერთი შეხედვით ძალიან მაგარია, მაგრამ ბექში კიდე უფრო საინტერესოდ მიდის ხოლმე ამ ყველაფრის რაღაც მეცნიერულად დაყოფა და მუშაობა ხოლმე. ჩვენთვის ეს კრეატიული პროცესი არ არის ხოლმე რაღაცა ერთი და იგივენაირი, იმიტომ რომ იმდენად მნიშვნელოვანია რომ ბრენდისთვის სწორად მოყვე ის რაც მის შინაარსში დევს, რომ ხშირ შემთხვევაში შეგვიცვლია და სხვადასხვა ფორმებით გვიკეთებია, მაგრამ დაახლოებით ჯერ პირველ რიგში ხდება ბრენდის ძალიან დეტალური გაცნობა, ანუ ყველანაირად თვითონ ადამიანებსაც ცხადია ვინც მუშაობენ იმათი გაცნობა და თვითონ მათი სამუშაო ეთიკა რა არის და შინაარსი და რაზეა დაფუძნებული მათი мотивация. ანუ რა არის მათი მოტო, ენერგია რაში გამოიხატება და რა არის მათი მისია. ანუ ამ ყველაფრის ძალიან აქტიური შესწავლა ხდება. შემდგომ ხდება ამის ასე ვთქვათ რაღაცა ძირითად და მთავარ ელემენტებზე გაყვანა და მაგაზე ძალიან დიდი შრომა მიდის, რომ რა თქმა უნდა მაგაზე უკვე ნამუშევარი აქვს, როდესაც ვიზუალურ ბრენდინგია გაკეთებული, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ ხოლმე რომ რაღაც ისეთი ელემენტები ავარჩიოთ, რაც
ხმით და მუსიკით შეგვიძლია ზუსტად გადმოვცეთ რა. მუსიკა ხშირ შემთხვევაში გვეხმარება რომ ემოციური ასპექტი გადმოვწიოთ წინ და ხმა გვეხმარება ხოლმე რომ რაღაცა რეალიზმი ან რაღაცა სიმბოლური ასე ვთქვათ კონტური შევქმნათ ამ ყველაფრის რა. შეიძლება ვიზუალში გამიჭირდეს რომ ზუსტად მოვნიშნო ეგრა ნაწილები არის თქვა ლოგოსი და იქ ფერები და რაღაცა ვიზუალები, მაგრამ დაახლოებით აი ამ სხვა მიმართულების რაღაც ნაწილები უჭირავს აი ამ მუსიკალურ და ხმოვან იმებს, რა ქვია, ელემენტებს. შემდეგი პროცესი არის უკვე რომ რაღაცა დონის ასე ვთქვათ იდეურ ბრიფს ვქმნით ხოლმე, რომელიც არის რაღაცა წესივით, რომ აი ესეთი რაღაც უნდა გამოვიდეს რა. ჩვენ გვაქვს უკვე წინასწარი რაღაცნაირი კონცენტრირებული მიზანი, რაც ვიცით, რომ რასაც კონცეპტუალურად შევქმნით და დავწერთ, ის უკვე აუდიოთი უნდა აისახოს. ანუ რო წაიკითხავ ამას და აუდიოს რომ მოისმენ, უნდა თქვა, რომ კი, ნამდვილად ეს ის არის და სხვა ვერცეთი ვერ იქნებოდა იგივე ეს. ანუ რაღაცნაირად კონცენტრირებას ვაკეთებთ, რომ დაფოკუსდეს ის, რომ ძალიან ფოკუსირებული და წერტილოვანი იყოს ის გამოცდილება. იმიტომ რომ მაშინ სხვა ბრენდები ერთმანეთს დაემსგავსებიან მაგითი, ანუ რაღაც ისეთი უნდა, როგორც ვიზუალში რაღაცა ისეთი უნდა ქონდეს წერტილოვანი და განსხვავებული და განსაკუთრებული, რომელიც ერთი პატარა წერტილით ზუსტად გადმოსცემს შენს მესიჯს და ემოციას ერთ ჯერზე. რომელიც ყოველ ჯერზე, როდესაც მოისმენ, უკვე რაღაცა რგოლი იქნება თუ ნებისმიერი სხვა მედიუმი ამ აუდიო გამოცდილებას ამ წერტილოვან ეფექტს მოახდენს. თუმცა აუდიო იდენტობა არ გამოისახება მხოლოდ აუდიო ლოგოში. ამ ჩვენ შეიძლება წარმოვიდგინოთ რომ რაღაცა და Netflix-ის მხოლოდ ეს არის მათი იდენტობა, მაგრამ რეალურად ძალიან ბევრი მედიუმში ითარგმნება ხოლმე ეს იდენტობა, ანუ დაწყებული იქიდან რომ აი მაგალითად მაღაზიაში რომ შედიხარ და რომ გააღებ ზარს როგორი ხმა ექნება, ესეც კი შეიძლება იყოს შენი იდენტობის ნაწილი. ან როგორი ტონით ილაპარაკებს ვიღაცა, ვინ ილაპარაკებს, ანუ როგორი ანუ მამრობითი სქესი იქნება თუ დედრობითი სქესი იქნება, ვინც ისაუბრებს, ეგეც ანუ ყველაფერი რა, ანუ ყველა ელემენტი რაც ხმოვანი შეიძლება იყოს იმ ანუ ასე ვთქვათ კონცეფციიდან გამომდინარე ყველაფერი. მოდი პირდაპირ მაგალითებზე რომ ვისაუბროთ, ერთ-ერთი მე რაც თვალყურს გადაევნებთ, ვიცი რომ რამდენიმე ამ მიმართულებით რამდენიმე საერთაშორისო პროექტზეც იმუშავეთ, ხო? Virgin Galactic იყო, მე მგონი, ვისაც აუდიო იდენტობა გაუკეთეთ, ხო? მაგაზე რომ მოგვიყვე, იმიტომ რომ Virgin Galactic ვინც იცის, ძალიან დიდი კომპანია და დიდ რაღაცას აკეთებენ გლობალურად, კოსმოსში გაფრენის სერვისია, შესაბამისი დიდი თანხის სანაცვლოდ, ხო? კი ბატონო. აი ეგ მაგ პროცესზე რო გითხრათ, იმიტომ რომ დიდი კომპანია ძალიან საინტერესო პროდუქტია, საერთოდ როგორ მოვიდნენ ეგ პროცესი როგორ იყო და აი მარტივი მაგალითით ეხლა რაც მოვყევით, დრო აგვიხსნა როგორ დამუშავდა ეგ პროდუქტი და რა მივიღეთ. კი ბატონო, ჩვენთვის ძალიან საინტერესო და განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი პროექტი იყო. ეს პროექტი გავაკეთეთ Wiley Statement-თან ერთად, რომელიც არის ცნობილი ჰოლივუდში საუნდ დიზაინერი, რომელსაც ნამუშევარი აქვს Quentin Tarantino-სთან და ბევრ ცნობილ რეჟისორთან და ცნობილ ფილმებზე ზოგადად. ანუ ამ შემთხვევაში ჩვენ გავაკეთეთ აუდიო ლოგო, ანუ მთავარი ლოგო, რაც ამჟამად Virgin Galactic-ს ადევს, რომელიც თქვა რგოლების ბოლოს ჩნდება ხოლმე მათი ეს ხომალდი და გამონათება და წარწერა Virgin Galactic. ვინც არის ეს Virgin Galactic-ი, ანუ რიჩარდ ბრენსონის ცნობილი ბრენდი Virgin-ის ერთ-ერთი ხაზი არის, სადაც ტურისტებს შეუძლიათ, თორცდები ზუსტად არ ვიცი რა, მაგრამ დაახლოებით $9 მილიონად გაფრინდნენ კოსმოსში და დაბრუნდნენ უკან. ესეთი პატარა ექსპერიენსი არის და როდესაც დავიწყეთ ამ პროექტზე მუშაობა, ანუ ძალიან ბევრი ასპექტი არის თავიდან, როდესაც სანამ დაიწყებ რაღაც გაკეთებას, რომ გამოიკულიო და შემდეგ იწყებ უშუალოდ მუშაობს. ამ პირველი ნაწილი არის კონცეპტუალური ნაწილი, რომ გაიგო, შინაარსი გაიგო, გამოცდილება გაიგო რა არის და მერე გადათარგმნო ეს აუდიო იდენტობაში, აუდიო ლოგოში. და პირველ რიგში ჩვენი ერთ-ერთი საინტერესო შეხვედრები რაც ქონდა იყო კოსმონავტებთან, ვინც პირველად გაფრინდნენ ამ ხომალდზე
და მათ შევხვდით და ძალიან საინტერესო რაღაცები გავიგეთ. რაც ეხლა შეიძლება რომ რაღაცები მოიძიო ისედაც, მაგრამ უშუალოდ კოსმონავტი როდესაც თვითონ გიყვება ამ ყველა გამოცდილებას ძალიან ადამიანურ ენაზე, რაღაც ისეთ ელემენტებს იჭერს, რასაც შეიძლება ისე ვერ გაიგო, ან არ დააკვირდე რა. აი რა დაიჭირეთ უფრო ზუსტი რამაც საბოლოოდ შედეგემდე ისე. რამოდენიმე საინტერესო შეხვედრა ქონდა და რამოდენიმე ელემენტზე ვიტყვი, რაც დავიჭირეთ და მნიშვნელოვანი იყო, რადგან ვიფიქრეთ, იყო რამოდენიმე რაღაცა იყო, რაც აუდიო გამოცდილებაზე იყო, მაგალითად ის თუ როგორ ხდება, ანუ ეს თვითონ პროცესი არის ესეთი, რომ რაღაც mothership ქვია, დედა გემი თუ არის ხომალდი, რომელიც მიფრინავს თავიდან და მასზე არის მიმაგრებული ეს რაკეტა და შემდეგ ეს ანუ ჯერ ეს მიფრინავს, შემდეგ აგდებს ეს ამ რაკეტას და ეს რაკეტა მე თვითონ მიფრინავს უკვე კოსმოსში და ეს გამოცდილება როგორი შეგრძნება არის, როდესაც ეს მიფრინავ და ჯერ ანუ ეს ხმა რო გესმის და შემდეგ რო ცდები ამ დედა ხომალდს და უცებ ეს რაღაცნაირი ჩამოვარდნის და სიცარიელის ხმა რო ისმის, მე ამის ძრავის ხმის აქსელერაცია და ძალიან ძლიერი და ესეთი ენერგიული ხმა აქვს და უკვე აი ეს ხმა რო მიდის და რო გაცდება ამ ასე ვთქვათ ატმოსფერულ შრეს, რომელშიც უკვე ითიშება ძრავი. აი ეს და ასევე როდესაც რაკეტა ახდენს sonic booms, ან როდესაც ზებგერით სიჩქარეს გწდება, მაგდროს რაღაც ესეთი არ ვიცი, სმენია და რაღაც ხმა აქვს ძალიან ესეთი უცნაური, როდესაც ანუ იმიტომ რომ ეს რაღაც სიხშირეები ემთხვევა ერთ და იგივე წერტილში და უცებ ძალიან დიდი აქსელერაცია ხდება რაღაცა ხმის რა და ეს გითხრა და ამ ხმაზე გვიყვებოდნენ როგორ იყო ამ ეს ყოფილი რომ წდება ძალიან მომენტალურად რა აი უცებ ეს გამოცდილება ძალიან მათთვის ძალიან დასამახსოვრებელი იყო და ასევე ძალიან ისეთი ემოციური ნაწილი იყო, როდესაც დედამიწას რო უყურებ მოშორებით და რო გზნობ რომ დედამიწის ენერგიას რო გზნობ. თითქოს შენი შვილი არის სადღაც შორს და რაღაც დროით დატოვე და რაღაცნაირად შენ შვილს ხედავ. თითქოს ეს ასტრონავტების ინსაიტი იყო. აი როდესაც ესე ხო, როდესაც ესე შორიდან უყურებ ესე დედამიწის ენერგიის შეგრძნება ქონდათ და ძალიან რაღაცნაირი ემოციური კავშირი რა. ალბათ ჩვენ როდესაც დედამიწაზე ვართ და ყოველდღიური შეხება გვაქვს ალბათ რთული წარმოსადგენია, მაგრამ როგორც აღწერა ერთ-ერთმა კოსმონავტმა სანძის დანახვის მაგივრად დედამიწას რო ხედავ. ხო, ანუ რაღაც ეს გამოცდილება ძალიან საინტერესო იყო ჩვენთვის და ასევე კიდე ძალიან ბევრი ფიქრის მერე, ანუ თვითონ ამ გამოცდილებაზე ვფიქრობდით, ანუ რა არის იმ ადამიანის, ასე ვთქვათ, мотиваცია, ვინც მზად არის რომ ამხელა თანხა გადაიხადოს ამ გამოცდილებაში, რომ დაждდეს, გაფრინდეს რაღაცა, არ ვიცი, ზუსტად ამდენხნიანი გამოცდილება, მაგრამ ძალიან დიდი ხნით არ რამოდენიმე დღით არ მიდიხარ, რამოდენიმე წუთით მიდიხარ კოსმოსში და მე ბრუნდები უკან და ადამიანი ვინც მზად არის რომ ეს ნაბიჯი გააკეთოს რა ის არის რა ქვია, მამოძრავებელი ძალა მაგაში. და ეს იყო ორი ელემენტი, რომელზეც დავფიქრდით. ერთი არის ეს რაღაცნაირი ატრაქციონული გამოცდილება მიიღო, ეს ერთი არის, რომელსაც აი ესეთი რაღაცა ის მოყვება თან რო ღელავ და თან რო გინდა რომ რაღაცნაირი ეს ადრენალინი მიიღო, ეს ერთი გამოცდილება არის და მეორე არის აი უფრო შიგნით და სიღრმეში რო წახვიდე იმ ადამიანის мотиваციის რა არის, აი ყველაზე ძალიან რატო უნდა გინდოდეს ეგ, ანუ ატრაქციონი შეიძლება იყოს ბევრნაირი, მაგრამ რა არის ეს ის შინაგანი мотиваცია და ბევრი ფიქრის მერე მივხვდით რომ ეს არის ბავშვური ოცნება რა. ანუ ყველას რაღაც დონეზე ბავშვობაში გვიოცნებია რომ კოსმოსში ვიფრინოთ და მაგისთვის შეიძლება გიღირდეს რომ ეს ბავშვობის ოცნება აიხდინო და აქედან გამომდინარე ჩვენი ეს აუდიო ეხა ყველაფერი ხომ მოვყევი რაც მივიღეთ და აუდიო გამოცდილებაში ანუ არის ბევრი ელემენტი იქ რაღაცა სინდარტონი არის რომელიც თქვა კოსმოსურ ხომალდების რაღაცა ძველი საკომუნიკაციო სიგნალი იყო და ძალიან სიმბოლური ხმა არის იქ თვითონ რაკეტის აქსელერაციის ეს რაღაცა დაძაბულობა და ეს რაღაცა ადრენალინის შეგრძნება და ასე შემდეგ, მაგრამ თავარი ბგერა რაც თავარ ამ sonic audio გამოცდილებას ხას უსმევს არის ბავშვის ხმა, ბავშვების ხმა უკვე ხო მეორე ნაწილში უკვე ეს турბულენტური ხმები და რაღაცა ესეთი ბგერა არის, რომელიც გამოხატავს
ახდენილ ოცნებას გახდა ხო, აი ბავშვების ახდენილ ოცნებას და თვითონ ჩვენ უშუალოდ ანუ ორკესტრის კი ჩავწერეთ იმისთვის რომ ეს მთლიანი გამოცდილება ზუსტად ისე მიგვიღო როგორც გვინდოდა და ანუ ჩავწერეთ სხვა გუნდები ორკესტრის იქ რაღაცა ხიჩასებერი ინსტრუმენტები, ქსიმები და სხვა ელემენტები და ბავშვთა გუნდი ჩავწერეთ რომელიც აი ამ გერებს ესე გამოსცემს და ჩაწერის დროსაც ძალიან აქტიური კომუნიკაცია ქონდა იმაზე რომ ეს უნდა ყოფილიყო ახდენილი ოცნების ხმა და გაღიმებული ბგერა და ეს ბგერა და ეს ხმა ძალიან კარგად იგრძნობა თვითონ ამ ბრენდინგის ლოგოში რა და თან რო უყურებ რა უკვე ისე კარგად ზისო თითქოს სხვა რა უნდა ყოფილიყო მაგრამ რამდენად რთულია რომ წარმოიდგინე რომ მან შეიძლება აი როცა რაკეტაზე და ეს რაღაცაზე გვაქვს საუბარი რომ მან ბავშვის ხმა შეიძლება იყოს რა თითქოს ერთ შეხედვით ძალიან ბუნებრივი და ლოგიკური არის მაგრამ არც ისე ბუნებრივი და ლოგიკურია როდესაც არიცი რა შეიძლება ინდუსტრიული რკინები დგას რაღაცა ძრავი. ანუ გამოცდილებაზე უფრო მეტად აი შეიძლება ითქვას რომ ეს ატრაქციონის გამოცდილება და არ ვიცი რაღაცა ვიღაცის შეიძლება იყოს ძალიან ისეთი რა აი ყველაფერი შემიძლია და კოსმოსში შემიძლია გავფრინდე და ეს რაღაცა ის იყოს რაღაც აი ასე ვთქვათ მარიაჟობის ელემენტები რა არ ვიცი შეიძლება ბევრ რაღაცა შეიძლება გამოიხატოს რა მაგაში მაგრამ მაინც ეს ყველაზე შინაგანი ბავშვური ელემენტი არის რომელიც ყველა ადამიანში ვინც მართლა გადაწყვეტავს რომ გაფრინდეს დევს ეს ელემენტი რაც შინაგანი არის და შეიძლება ყველასთან არ მოყვეს და ვინც ამ ხმას და ხმოვან იმას მიიღებს ეს რაღაცნაირი მათში გამოძახილივით არის რომ თუ გინდა გააკეთე ანუ შენი ბავშვური ოცნება შეგიძლია აიხდინო თუ გაქვს მაგის საშუალება აი ეგ Virgin Galactic-ი და საერთაშორისო განათლება ის არის გამოცდილება და მაგალითი კი ბატონო მაგრამ აი ეს ზუმერული ფასები ტვინში რატო ესე ჩაწერილი და ანუ არ საიდან რომ მოდის ხოლმე და დამიფიქსირებია მეც ანუ როგორ ჩაწერეთ მოკლედ იმიტომ რომ მეც მართლა ანუ სადღაც არ ვიცი მოლში ვყოფილ ვარ სადღაც ყოფილ ვარ გულწრფელად ვიტყვი რომ უბრალოდ ხმა გამხსენებია რა რამდენიმე ვერსიაც იყო როგორც ის და აი ეგ პროცესი როგორ იყო და როგორ მოახერხეთ და როგორ ხდება რომ ისეთ კამპანიის იდენტობა და აუდიო იდენტობა გამოდის ხო ამ შემთხვევაში და აი რა პროცესია რა ეფექტის მიღებას ცდილობთ და ეგ დაშლად საკმაოდ მეცნიერულად უდგებით საკითხს და თან ნუ კრეატიულად ხო მაგაზე რომ მოგიყვეთ მარტივად რო თქვა ყურში რო გვაქვს უყოლას რატო გვაქვს და როგორ ეს საკმაოდ რთული პროცესია ხომ როდესაც რაღაც დავალებას იღებ ამ შემთხვევაში ხო რაღაც კონკრეტული კამპანია რომელიც პირველი კამპანია როცა ამ მიმართულებით შეიცვალა ზუმერ ჩვენ იქამდე ზუმერთან ქონდა სხვა კამპანიებიც მაგრამ როდესაც აი ამ იმას გადაწყდა რომ ეს უნდა ყოფილიყო ზუმერული ფასები იყო მაგ დროს ხო და ერთხელაც მოვიდა ლეფსვერა ლივინგსტონი და ესეთი უცნაური იდეა გვითხრა რომ უნდა ყოფილიყო ძალიან ესეთი პოპინგ ნათელი ძალიან აქტიური და ძალიან დასამახსოვრებელი ფრაზა რომელიც იქნებოდა უფრო კიჩის ფორმის დასაწყისში რა დავიწყოთ აი რაღაც იაპონური რეკლამები არის თუ გინახავს საკმაოდ უცნაური ძალიან ისეთი სატურირებული ანუ თვითონ იაპონიაში იმდენად ალბათ თვითონ ბაზარი ისე არის სატურირებული რომ უწევთ რომ რაღაცით ძალიან განსხვავებული იყო და ერთმანეთზე უფრო და უფრო რაღაც უცნაურ რაღაცებს აკეთებენ და ეს ძალიან საქართველოს ქართულ ბაზარში უცებ გამოჩნდა მსგავსი რაღაცა ძალიან ადვილად აითვისეს ასე ვთქვათ მაყურებლებმა რა და ჩვენი მისია იყო ამ შემთხვევაში რომ უნდა გავაკეთებინე ამ კამპანიისთვის ძალიან დასამახსოვრებელი ნათელი და აი თან სასაცილო უნდა ყოფილიყო და ცოტათი გამაღიზიანებელი შეიძლება ყოფილიყო მაგრამ თან ისეთი რა საყვარელი რა რაღაცნაირი ისეთი უნდა ყოფილიყო ეს ისე და თვითონ ამ აუდიოში არის რამოდენიმე ელემენტი რომელიც შემდეგ ისე კარგად იმუშავა რომ ეს იდენტობა კამპანიიდან გადაინაცვლა უკვე ზუმერის იდენტობაში რა იმიტომ რომ ზუმერზე უკვე ეს გვახსენდება უკვე მარტო კამპანია კი აღარ არის უკვე დარჩა რა ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის და ძალიან საინტერესო ფაქტი არის ანუ ამ შემთხვევაში ეს იყო რამოდენიმე მნიშვნელოვანი ელემენტი იყო ერთი არის ჟღერადობა თვითონ ანუ ტონალური ჟღერადობა ანუ ეს ინსტრუმენტები ხმები რომელიც ესეთი რაღაცა ძალიან მკაფიო ძალიან ესეთი ელექტრონული თუ არაელექტრონული ელემენტებისგან შემდგარი 8-bit რაღაცა ელემენტებისგან და სხვა მსგავსი ელემენტებისგან რომელიც ძალიან მკაფიო და განსხვავებული არის და ძალიან bold ასე თქვა და ესე ვიტყოდი დავაზუსტებ აქ უფრო გასაგები რომ იყოს აუდიტორიისთვის აქ იგულისხმება ისეთი კონტრასტული გადასვლები ну სტრატეგიულად მაგ ეგ მეორე ნაწილი არის მე ხელ ლაპარაკობ ჯერ მარტო ხმაზე როგორი ჟღერადობა არის და ტემბრი რა ხო ოკეი ერთი არის ტემბრი
მეორე არის თქვა რითმი, რომელიც გვაძლევს ესე თქვა აი მუსიკოსები უფრო მიხვდებიან სინკოპირებულ თვლებს, რომელიც არ არის თავარ თვლებზე და არის რაღაცა ზუმერული პასები, ზუმერული პასები. ანუ ეს თვლა, რომელიც ამოგდებულად გესმის და უფრო წინ მოდის და გასწრებს წინასწარ და ანუ უფრო მეტად ჩნდება შენს არეალში და ასევე კონტრასტული მნიშვნელოვანი გადასვლა რაც ყველაზე მთავარი არის, რაზეც ყველაზე ძალიან გვამახსოვრდება, ეს არის ასე ვთქვათ აკორდების პროგრესია და მელოდიის ხაზი რა, რომელიც ესე იგი სულ გვაქვს 3 აკორდი, ეს არის ფა მაჟორი, სოლ მაჟორი და ლა მაჟორი რა. ეს ლა მაჟორი იდეაში არის მოდულაცია, იმიტომ რომ ეს წესით უნდა იყოს მოდულაცია, ანუ ტონალობის ცვლილება არის. ანუ პირველი აკორდი როცა გვაქვს ფა მაჟორი და სოლ მაჟორი, მესამე აკორდი უნდა იყოს ლა მინორი რა. ესე უწევს ფა, სოლ და მერე ლა მინორი უნდა იყოს რა. თუ მინორულ ტონალობაში ვჩნდებით, იმიტომ პირველი ორი აკორდის მიხედვით მელოდია უკრავს ლა მინორში და შემდეგ პასები აი მან ეს ბგერა უკვე ხას უსმებს ამ მაჟორზე გადასვლას და ძალიან ყურში აქტიურად გვხვდება და ჩვენს ყურში რაღაცას აღვიძებს, რაღაცა არ ვიცი რა ელემენტს ნეირონულ ყურას აკეთებს და ესე აქტიურად და ესეთი არ ვიცი ესეთი ფორმით როცა გვხვდება ძალიან ადვილად ჩნდება ადამიანის გონებაში და თან ისიც უნდა აღნიშნოთ რომ კამპანიაზე ვმუშაობ და ვიზუალს ვხედავთ რა შეიძლება რაღაც ამბავი დაგამახსოვრდეს და შეიძლება მუსიკითაც ან სხვა ელემენტებით ეს ამბავი მოყვე მაგრამ ის ემოცია რომელიც იმ ამბავმა მოგიტანა რა ასე ვთქვათ დაარქივებას ახდენს და შენ თავში რჩება ამ ტონით რა შეიძლება ეს კონკრეტული რგოლი არ გახსოვდეს მაგრამ ემოცია გახსოვდეს და ამ ხმასო გაიგებ ეს ემოცია იღვიძებს რამდენჯერ სხვა რაღაცას აჩვენებ ამ ემოციას ისევ გააღვიძებ ოკეი გაგახსენდება ეს იგივე ტელეფონ ზუმერში უფრო იაფად იყიდა ადრე მაგას მეუბნეოდი გამახსენდა ახლა ვიზუალთან შედარებას რო აკეთებდი ნუ ერთი თვალით აღიქვა ლოგოს და ანუ ყურის მემბრანაში წამოსული ბგერები რაღაც მაგას ამბობთ ხო პირდაპირ გამოდის რომ ძალიან ესე თქვა უშუალო კავშირს ამყარებ ადამიანთან ხო ანუ ეს ეხლა ცალკე რო ვისაუბროთ იმაზე ზოგადად აუდიო რა გავლენას ახდენს ადამიანის იმაზე ანუ ჩვენ ვიზუალს ხშირად როცა ვხედავთ ანუ ჩვენ რეალურად მაგ დროს ვახდენთ ანუ რაღაცა კონკრეტული ფოტონების მოხვედრით ჩვენთან ვხედავთ ანუ ამ ვიზუალის შეკრას ვაკეთებ და ჩვენ ტვინი კრავს ამ ვიზუალს რა ხდება ამ ვიზუალში რა მოძრავი იქნება თუ გაჩერებული ვიზუალი იქნება რა აუდიოს შემთხვევაში აქ ესეთი უცნაური რაღაცა ხდება რომ რადგანაც აუდიოს აქვს ესეთი ფორმა რა თვითონ ტალღები ესე მუშაობს რომ ანუ მოლეკულებს შორის არის წნევის მაღალი და დაბალი წნევის ერთმანეთთან კავშირი. ანუ ეს მოლეკულები ერთმანეთს რაღაც დონეზე უახლოვდება, რაღაც დონეზე შორდება. როგორც ზღვის ტალღები რა. იმ მომენტში სადაც ტალღა ქვევიდკენ არის, იმ მომენტში ტალღების, ანუ მოლეკულების გარკვეული რიგი არის ერთმანეთთან მიახლოვებული და რომელიც გარეთ არის ერთმანეთთან დაშორებული არის. აი როგორ ხდება ძალიან მყისია ესეთ ეგრევე ეს მოლეკულები ერთმანეთს ეგრევე გადასცემენ ამ ენერგიას რა. და ჩვენ ეს ამ აუდიოს მე სხვა მოწყობილობებით ვახდენთ დაკავშირებას აი ხმა კიდე ჩვენ საუბრობთ ხო ჩვენი ხმა მიკროფონში შედის და შემდეგ ვინც ამას უსმენს ან ყურსასმენებით შეიძლება უსმენდეს ან ტელეფონით ან ლეპტოპით ეს ტალღები შემდეგ გამოდით მათი დინამიკებიდან ეს დინამიკები ახდენენ ესე მოძრაობას ანუ იმეორებენ იმ მოძრაობას რასაც ჩვენ ახლა ვაკეთებთ და იმ არეალში სადაც ისმენენ იქ ჰაერის ტალღებს ქმნიან ან ჰაერში ქმნიან ამ ტალღებს რომელიც შემდეგ უკავშირდება ყურის მემბრანას და ყურის მემბრანას ამოძრავებს. ანუ ჩვენ ესე რომ ვთქვათ აუდიოთი პირდაპირ ვეხებით ადამიანების ყურის მემბრანას. ანუ ესე ვეხებით ყურის მემბრანას. ხო, ანუ ეგრე გამოდის, იმიტომ რომ ჩვენ ახლა ის ინფორმაცია რომ მიიღოს ადამიანმა ყურში, ის მემბრანა რაღაც კონკრეტული სიხშირეებით უნდა ახდენდეს მოძრაობას, რომ შემდეგ გადაითარგმნოს ეს ინფორმაციაში ადამიანის ტვინში. ანუ სხვანაირად ვერ ეს დაახლოებით იგივე ხელი მოიტანე. დაახლოებით იგივე რომ მე ხე შენ რო გელაპარაკებოდე და აი ეს რო მორზეს ამბანით რო გელაპარაკო ესე რა და აუცილებელი რო იყოს რომ შეგეხო იმისთვის რომ შენ ეს ამბანი ჩემთვის წაიკითხო. იგივე შეხებას ვაკეთებ ოღონდ სიხშირულად ყურში რომელიც
გადაითარგმნება უკვე ინფორმაცია თვითონ ადამიანის, ანუ ადამიანი ფსიქოაკუსტიკურად ამ ინფორმაციას ისედაც თარგმნის, ხმა იქიდან მოდის თუ აქედან მოდის, როგორ გარემოში არის, თვალები რომ დახუჭო შეგიძლია მივხვდე სათხარ. იმიტომ რომ ადამიანის ყურში ეს ჩაშენებულია გენეტიკურად, რომ შეგეძლოს სივრცის განსაზღვრა და ასე შემდეგ. შესაბამისად იმისთვის რომ ეს ყველაფერი მიიღო, გჭირდება რომ შეეხო. სხვანაირად ვერ გაიგებ. როგორც სუნს ვერ გაიგებ თუ იმ ნივთის მოლეკულებს ცხვირში ვერ შევა შენთან რა. აი ყვავილის სუნს ვიგებთ, ყვავილის მტვრის მოლეკულები შედის ჩვენს ცხვირში და შემდეგ ეს ითარგმნება ინფორმაციაში ჩვენს ყურში, მაგრამ ჩვენ სუნს ვერ გადავცემთ, ასე ვთქვათ, მედიით. ეხლა ეგეთი რაღაც არ არსებობს, რომ რაღაცა სუნი გაუშვა და მე რაღაც მედიაში იქ სუნი შეიგზნო, მაგრამ ხმა შეგვიძლია გავაკეთოთ ეგრეთ. შესაბამისად ხმაზე მაგას ვაკეთებთ, რომ ზუსტად ამ ტალღებით ვეხებით ადამიანის ყურის მემბრანას. კიდევ ვეხებით ადამიანს. ხო, იმიტოა კიდე ბიზნესებისთვის მნიშვნელოვანი, რომ პირდაპირ დავფიქრდეთ, განწყობას უქმნი. როგორ განწყობასაც გინდა, ასე ვთქვათ, და შენი ბრენდისთვის იდენტურია, იქით მიყავს ხო რეალურად აუდიოთი, რასაც მუსიკა გვიშვება და პირდაპირ გავლენა აქვს, რა ვიცი, დღეზე, მოტივაციაზე, რაღაცის გაკეთებაზე, მწყიდველუნარიანობაზეც, თუნდაც მოლებში, როგორი მუსიკა აქვს რესტორნებში და ასე შემდეგ. ამიტომ მართლა საფიქრელია ბრენდების მხრიდან, რაღაცა კამპანიის იქნება თუ აუდიო იდენტობა, იმიტომ რომ მე რა კლუბებსაც ასევე კითხულობ უბრალოდ როგორც მარკეტინგი, როგორც ჩემთვის პროფესია და საინტერესო სფერო, პირდაპირ ბმარი, რაღაცა A/B ტესტინგებს როცა აკეთებენ ხოლმე სხვადასხვა ინტენსივობის და ასე ვთქვათ, აწეული ხმით. იცი რა მითხარი, გარდა ამ კამპანიების რაც ვიცი, მე ასევე რაც ვიცი, ნეომის პროექტზეც გაქვთ ნამუშევარი, ხო, რომ ქალაქი 100 წლის შემდეგ როა, მაგაზეც რო გითხრა ორი სიტყვით და ხო კიდე რამე კარტა. მაგ პროექტზეც ჩვენ Wild Statement-ად ვიმუშავეთ და თვითონ ვიზუალზე მუშაობდა ექსპერიმენტალი, ეგეთი კომპანია არის, რომელიც ანუ ჩვენი მისია იყო, რომ ნეომის ქალაქის კონცეფციის აუდიო ნაწილი გავაკეთებინა. ანუ ნეომის ქალაქი, რომელიც შეიცავს სინდალა, ლაინი და კიდე კიუბი და სხვა ტერიტორიები არის. მათთვის მაგ გავაკეთებინა, ასე ვთქვათ, კონცეპტუალური აუდიო მონახაზი. რასაც იყო ნაჩვენები როგორი არის ეს ქალაქი, სხვა ადგილები და მაგისი, ანუ მუსიკალური და აუდიო გაფორმება გავაკეთებინა, თუ როგორი ჟღერებს ნეომი 100 წლის შემდეგ. რაც ძალიან საინტერესო. ანუ ეს დაახლოებით იგივეა როგორც აი მანქანის კონცეპტ მანქანებს რო ქმნიან და შემდეგ უკვე მისი სერიული წარმოება ხდება უკვე რაღაცა კონკრეტულ ანუ უკვე რეალურ ფორმაში, რომელიც შეიძლება მიწიერი იყოს. დაახლოებით ეგრე არის, რომ კონცეფცია იქნება რაღაცა უმაღლესი წარმოდგენა და მისია, რაც არის მაგალითად ვერტიკალური ფარმინგი და ძალიან ბევრი ისეთი საინტერესო რაღაცები აქვს ჩადებული და წარმოსახვაში გაკეთებული. ეს ქალაქი ნამდვილად მომავლის ქალაქი იქნება თუ განხორციელდა და ჩვენი მისია არის, რომ ამ შემთხვევაში რომ ეს ყველაფერი აუდიოში გამოვხატოთ და თვითონ შეგრძნება და ის ენერგეტიკა, რაც უნდა იყოს ამ ასე ვთქვათ მომავლის ქალაქში ეს ყველაფერი გავაკეთებინათ. ჩვენ რადგანაც თვითონ ეს ვიზუალის და ამ კონცეფციის ასე ვთქვათ წარდგენა და ესე არ შეგვიძლია რომ ის აქნათ მისი მხოლოდ მუსიკის ნაწილი ცალკე მაქვს დარეალიზებული, ოღონდ არა ნეომის სახელით, რადგანაც შეიძლება საინტერესო ყოფილიყო ბევრი იმიტომ ძალიან საინტერესო კონტენტი გამოვიდა თვითონ კონცეფციიდან გამომდინარე და იმას თუ დაინტერესებს Spotify-ზე დევს ჩემს სახელზე Roterbirds ქვია ალბომს და მთლიანად ეს ალბომი არის ამ სხვა კონცეფციებიდან წარმოდგენილი და თვითონ ვიზუალი და სტორიკი სხვანაირად დავაწყე უკვე თვითონ ამ კომპოზიციებიდან გამომდინარე რა, ანუ ამბავი რომელიც მაგ ხაზზე შეიძლება იყოს დაყრდნობილი, მაგრამ ძალიან კარგად შეიძლება მიხვდეს მსმენელი თუ რა არის ის და როგორ შეიძლება ჟღერდეს მომავალი, რომელიც არის ძალიან საინტერესოა, რომელიც არის ეს ბუნების და ტექნოლოგიის ესეთი აქტიური შერწყმა რა. იმიტომ რომ აი ჩვენ მაგალითად ძველ დროში მომავალი გვეგონა რომ იქნება და ძალიან რაღაცნაირი ელექტრონული და რაღაც ეგეთი და დღევანდელი წარმოდგენით მომავალი სხვანაირად ჟღერს და უფრო ძალიან დაკავშირებული არის ბუნებასთან და იმიტომ ადამიანებსაც რო გადის უფრო მეტი მოთხოვნილება უშდება ბუნებასთან კავშირით და უკვე მაგისი ხელოვნური ინტეგრაცია ხდება. ოღონდ ხელოვნური რა ეს ხელოვნური ხეები კი არა ნამდვილი ხე. ამ ყველაფერი ისე რომ ბუნებასთან დაახლოებულები ვიყოთ და ეს ბუნება იყოს აქტიურად ამ ჩვენს სივრცეებში რა.
ბოლო კამპანიებზეც რომ მითხრა, ეხა ბოლოს რაზე იმუშავეთ, როგორც ვიცი 26 მაისის კამპანია დაამუშავეთ. ხო, მაგალითად რომ მოგვიყვე, როგორი პროცესი იყო და რით დავიწყეთ, რა მივიღეთ საბოლოოდ. ჩვენ სააგენტოებთან მუშაობის დიდი გამოცდილებიდან გამომდინარე, შევიმუშავეთ სხვადასხვა სტილის სამუშაო ეთიკა, რაც ძალიან გვეხმარება მათთვის რომ გავამარტივოთ პროცესი. ჯერ მაგ პროცესებზე ვისაუბრებ და შემდეგ ამ კონკრეტულ კამპანიაზეც მოყვები. ეს ერთი ნაწილი არის, როდესაც რადგანაც ჩვენ ახლა სხვა ნახევარსფეროებში ვართ გაყოფილები, ანუ ნაწილობრივ საქართველოში ვართ და ნაწილობრივ LA-ში, ამჟამად დესო და თინა და კიდე სხვა გუნდის წევრები ანუ იქიდან ოპერირებენ. გვეხმარება რომ 24 საათიანი სამუშაო სტილი შევქმნათ, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ რაღაც პროექტზე რო ვიწყებთ აქ მუშაობას, იქ გრძელდება და ორჯერ მეტ დროს ვიგებთ ერთ დღეში. რაც სარეკლამო მიმართულებაში ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ძალიან პატარა turnaround-ი გვაქვს ხოლმე დროზე რა, ცოტა დრო გვაქვს ხოლმე და თუ გვაქვს 3 დღე, გვაქვს 6 დღე. ეგ ძალიან კარგი არის რა. მეორე მხრივ დავიწყეთ ესეთ რაღაცაზე ფიქრი, რომ ხშირად ქონია შემთხვევა, როდესაც კამპანიაზე მუშაობის დროს ან ბრენდს, ან სააგენტოს ბოლომდე არ აქვს ჩამოყალიბებული სურათი, რა ჭირდებათ რომ გააკეთონ. მუსიკაზე მაქვს საუბარი ამ შემთხვევაში და ხშირი რისკი არის, რომ აი რაღაცა გააკეთდეს და არ იმუშაოს რა. ან გვაძლევენ ბრიფს და იმ ბრიფს რომ მივყვებით, მე შეიძლება თავიანთი ბრიფი აღარ მოსწონთ და შედეგს რომ ნახულობენ, მე სხვანაირი რაღაცა უნდათ. იმიტომ რომ ძალიან რთული არის, რომ ხმაში ან მუსიკაში წარმოიდგინო რა გამოვა რა. როდესაც უშუალოდ არ აკეთებ ამას, შეიძლება წარმოდგენილი ქონდეს დაახლოებით და ფიქრობდე რომ ეს იმუშავებს და ზუსტი რეფერენსი თუ არ გაქვს, შეიძლება გაგიჭირდეს და ზუსტი რეფერენსის მინუსი ის არის, რომ ძალიან რაღაცაზე ებღაუჭები და რაღაცაზე მსგავსები და შეიძლება გინდოდეს რომ რაღაცნაირად უნიკალური რაღაც გააკეთო და ეგ იძლევა მაგის საშუალებას, რომ თქვათ, როდესაც ბრიფს იძლევი ერთ ვარიანტს, შეიძლება გინდოდეს რომ იტერირებული სხვა ვარიანტიც ცადო. მაგრამ ბიუჯეტი თუ გაქვს წარმოდგენილი რომ ეს X-ი არის, ორი რაღაცა როცადო წარმოიდგენია ალბათ რომ 2X-ი იქნება და ლოგიკურიც არის ეს. ამიტომ ჩვენ ეს რაღაცა მოვიფიქრეთ, რომ ანუ სააგენტოებს თავაზობთ და ბრენდებსაც, რომ გავუკეთოთ სხვა იტერაცია, ანუ სხვადასხვა დემო, ასე ვთქვათ, თქვით დემოებს, რომელიც სრულყოფილად დასრულებულ ვარიანტთან ძალიან ახლოს არის. უბრალოდ თქვათ ორი ცალი დემო თუ გაკეთეთ და იმ ორიდან ერთს დაიტოვებს კლიენტი რა. მეორე ჩვენ დაგვრჩება. ანუ ჩვენ შეგვიძლია ეს მეორე სხვა რამაშიც გამოვიყენოთ რა. უბრალოდ იხდიან ბევრად უფრო ნაკლებს, ვიდრე ეს შეიძლება დამჯდარი იყოს ორი კომპოზიცია. კუიანურიც არის სად ეხა დაამუშაო და სად უბრალოდ რეფერენსია ირჩიო და მე განავითარო. ანუ ორი ვარიანტი გაქვთ, უკვე ხედავენ რა მიმართულებით მიდის ერთ შემთხვევაში და რა მიმართულებით მიდის მეორე შემთხვევაში და ამ ორიდან ერთ-ერთს ირჩევენ და უკვე იქიდან ხვდები, ანუ უკეთეს ვარიანტს ხედავ. შეიძლება ისიც კარგი იყოს, მაგრამ უკეთესი თუ შეგიძლია გააკეთო, რატო არ უნდა ცადო ის მეორე ვარიანტი რა. საბოლოოდ იმას იღებ, რაც შენ თვითონვე მოგეწონა პროცესშივე და ანუ როცა ბრიფს ქმნი, უკვე რისკი გაქვს ნაკლები, რომ ანუ ეს იმუშავებს თუ არა, რო არ იცი ზუსტად, უბრალოდ უნდა გაითვალისწინო, შეიძლება ეს გაუთვალისწინებელ ხარჯში ჩადო ან რაღაცა, გაითვალისწინო, შეიძლება თუ დიდი კამპანია და გინდა რომ მაქსიმალური შედეგი მოგცეს, შეგიძლია ცადო ვერსიები და შენ ამ ცდელობაში რაღაცა დამატებით თანხას გადაიხდი, რომელიც არ იქნება გაორმაგებული თანხა და ბევრად ნაკლები იქნება, ვიდრე გაორმაგებული თანხა. შეიძლება იყოს მეხუთედი თანხის რა. და ამ შემთხვევაში ზუსტად იგივე მოხდა მაგალითად 26 მაისის კამპანიაზე. საქართველოს ბანკი, სააგენტო არის სუპერმარკეტი და მუშაობდით ზაქარია ფალიაშვილის კომპოზიცია უნდა გვერდჩია რომელიმე და ბევრი სხვა ფიქრის მერე ქონდა დავრჩით ესე ორ ვარიანტზე. ერთი იყო დაისი, რომელიც ძალიან ლოგიკური იყო, იმიტომ რომ თვითონ ვიზუალიც და თხრობაც რაზეც იყო, თან უკავშირდება დაისის თემატიკას, იმიტომ რომ თემატურად იუნკერებზე და უფრო საპროტესტო ენერგეტიკა დევს დაისში და თემატურად ძალიან ახლოს არის და ამავდროულად ქონდა მეორე თემა, რომელიც იყო აბესალომ და ეთერის სამაია, ანუ ეგეც ფალიაშვილის ნამუშევარი და ამ შორის უნდა აგვერჩია და თემატურად ეს უფრო ახლოს იყო, მაგრამ აბესალომ და ეთერის კომპოზიციას ქონდა რაღაცა, რაც ამას არ ქონდა, ამას პირიქით თემატური ნაწილი ქონდა და ის რაღაცა იყო ეპიკურობა და ის რაღაცა ქართული შინაგანი შინაარსი, რომელიც ძალიან რაღაცნაირად ქართულ ხასიათს ძალიან გავს.
რაც ხშირ შემთხვევაში გოლებში ანუ შეიძლება რაღაცა რასაც ყვები ვიზუალში რა მუსიკითაც ზუსტად იგივე არ გადმოსცე არ იყოს ეგ საჭირო შეიძლება რაღაც სხვა მოყვე და ეს ამბავი რაც აქ ხდება და რაც მუსიკაში ხდება ორი ინსაიტი გაქვს ანუ ორი დამატებითი ენერგეტიკა მოდის ვიზუალიდან და მუსიკიდან ერთდროულად ანუ აძლიერებ უფრო მეტ ფერს უმატებ იმასთან შეიძლება იყოს ცოტათი კონტრასტული თხრობის ამბავშიც რა და ეგეც კიდე უფრო საინტერესო არის ანუ ერთ-ერთი ხერხი არის ასე ვთქვათ როდესაც ფილმებზე მუშაობთ ხოლმე მაგ ხერხს შეიძლება ვიყენებთ ხოლმე როდესაც გვინდა რაღაცა უფრო გამოკვეთილად და სხვანაირად მოყვეთ რომ შინაგანი ემოცია სხვა რაღაცას გვაძლევდეს და ვიზუალში სხვა რაღაცას ყვებოდეს და ეს გაერთიანებული გამოცდილება სხვანაირად მოდიოდეს ჯამში და ჩვენი რა თქმა უნდა მისია ის იყო რომ რადგანაც ეს ორი ვერსია იყო და ამ ორ ვერსიაზე იყო საუბარი და ხედავდით ორივეს პოტენციალს და მაგაზე იყო საუბარი რომ ამას სხვა პოტენციალი აქვს რაც შეიძლება იმას არ ქონოდა ცადეთ ეს ორი დემოს ვარიანტი რა და ჩვენ თავარი ის იყო რომ ორივე გავკეთებინა მაქსიმალურად კარგად რაღაც არ ყოფილიყავით რამენაირად ცოტათი მაინც სუბიექტურები რა იმიტომ რომ მაქსიმალური გავკეთებინა ერთი ვერსიისთვის და მაქსიმალური გავკეთებინა მეორე ვერსიისთვის იმიტომ რომ სხვანაირად არ გამოვა რა ის სწორად რომ იმჯელო კიდევაც ჩვენთვისაც საინტერესოა რომ ორივე ბოლომდე გავწუროთ ეგ ყოველთვის თვითონ გამოცდილების ამბავში ყოველთვის უფრო საინტერესოა და ამის შემდეგ როდესაც უკვე ეს ორი ვერსია წარმოადგინეთ თვითონ შიგნითაც მოხდა ბევრი ასე ვთქვათ კამათი რომელი ვერსია ჯობდა ამას რა იმიტომ კი არ მოხდა კამათი რომ ანუ ორივე ვერსიას რომ მოისმენდი არ იყო ცალსახად რომელიღაცა უფრო უკეთესი ანუ ორივე თავის მხრივ ხო ანუ თავის მხრივ კარგი იყო მაგრამ აი საბოლოო ჯამში რა უფრო სწორად გვაძლევდა იმ მესიჯს რაც ამ რგოლში და კამპანიაში უნდა ყოფილიყო და საბოლოოდ გადაწყდა რომ ეს იყო აბესალომდე ეთერის სამაიას ეს კომპოზიცია რომელიც ამ ენერგეტიკას და ამ ძალას სხვანაირი ფორმით ახდენდა ვიზუალზე და ძალიან კარგად იმუშავა ამ ყველაფერმა თან საინტერესო იყო ის პროცესიც რომ ეს დინამიურად ვითარდებოდა და ბოლო ნაწილში როგორც ჟღერს ეს ცოტა უფრო თანამედროვე ტრეპის ელემენტები აქვს უკვე ამ კომპოზიციას და თავიდან რომ ავაწყეთ ეს პირველი ვერსია, ეს პირველი ნაწილი რომ უსმენთ, ანუ ეს ალბათ ეს რომ ვირმე მოისმინოს შეიძლება ჩამოგვახჩონ რაღაც ეგეთი, მაგრამ მან ძალიან რთული და მნიშვნელოვანი მომენტი არის რომ ამ თანამედროვე ნაწილში ისეთი ეტაპობრივი და ნელ-ნელი სვლით უნდა მიხვიდე, რომ ის ბოლო ნაწილი უკვე ლოგიკური გაგრძელება უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში ძალიან უხეში და ძალიან ზედმეტად bold არის რა, ანუ ცოტა საშიში ზონა ხდება. მაგრამ ისე მოხდა, რომ არ მოხდა ეს. ესეც წარსულმა გამოცდილებამ გვასწავლა რა ელემენტებისგან ან რა თხრობით უნდა მოხდეს ეს ყველაფერი, რომ ადვილად მივიდეს ადამიანის მიმღებლობა მოხდეს რა, მის ანუ კომპოზიციის დასაწყისშივე ის იგრძნო ის ენერგეტიკა, რაც ფალიაშვილს თავიდანვე ქონდა ჩანაფიქრში და თლიანად ეს კომპოზიცია ისე ააწყო, რომ რაღაცა თავი შეურაცხყოფილად არ იგრძნოს თვითონ ორიგინალურმა კომპოზიტორმა, რომ ანუ შინაარსი და ენერგეტიკა რაც ჩადებული აქვს მაგ კომპოზიციას, აი რომ მოусმე და რასაც გრძნობ, თითქოს გეუბნება, რომ აი ესეთ შეიძლება და ყოფილიყო რა. და ჩემი აზრით ძალიან საინტერესო გამოვიდა და ძალიან საინტერესო გამოხმაურება ჰქონდა მაყურებლების მხრიდანაც და ჩვენთვის ძალიან საამაყო იყო ეგ. კი ბატონო. მე ვარ ქართველი და მაშაცა და მე ვარ ევროპელი. ცუად კულტურაზე და დისციპლინაზე მინდა კითხო. სხვათა შორის ჩემი და შენი გაცნობის ისტორიაც ძალიან არაორდინარული და საინტერესო ეკუთხით, რომ ბიზნესის სტუდენტი ვიყავი და ნუ საიდან სად, მაგრამ ზვიადი იყო ჩემი აუდიო ინჟინერია ავირჩიე უნივერსიტეტში სწავლის დროს და მანდ გაგიცანი პირველად და ნუ მუსიკაში იმდენად ჩახედული არ ვიყავი, ნუ არც ეხლა ვარ, მაგრამ რაშიც ჩახედული ვიყავი პირველადი, ასე თქვათ, ეს დაკვირვება რაც იყო, მიუხედავად ამ ხელა კრეატივისა, რომ ცალკე კომპოზიტორობა, ცალკე ის სხვა მიმართულებები, რასაც ფარავ, რაც მოდიოდა იყო მეთოდოლოგიური და დისციპლინირებული კრეატივი, რა ვიცი, თავის დოკუმენტაციიდან და ტექნიკური მახასიათებლებიდან დაწყებული სხვა დანარჩენი პროცესებით გაგრძელებული და იმას ვფიქრობდი, რომ ნუ ალბათ კრეატივთან ერთად HBO, Netflix-ი და სხვა ესეთ დიდი ორგანიზაციები
არ დაინტერესდებოდნენ, რო არა ამხელა, ასე ვთქვათ, ეს მეთოდოლოგიური ბექგრაუნდით. მაგის გავლენაზე და თქვენს კულტურაზე რომ მოგვიყვე, აი ამას თქვენთვის რა მნიშვნელობა აქვს და როგორ მიყვებით პროცესს. პირველადი ეფექტი ძალსახად ეგ მქონდა, როცა ყვებოდი ამ ყველაფერზე უნივერსიტეტში. პირველ რიგში ერთ რაღაცას ვიტყვი, რომ ეს რაღაცა, რასაც ჩვენ ასე ვაკეთებთ რა, ევროპაშიც და ამერიკაშიც არის ძალიან ბუნებრივი პროცესი. ჩვეულებრივი ამბავი, ეს გასაკვირიც კი არ არის რა, ხშირ შემთხვევაში, იმიტომ რომ იქ ეგრე იზრდებიან. მათ ბავშვობიდანვე ასწავლიან, რომ ეს დისციპლინა და ეგ კულტურა გეხმარება ბევრ რაღაცაში და თავიდან შეიძლება დრო დახარჯო მაგაში რომ ეგ დაალაგო, მაგრამ მე გიმარტივებს ყველაფერს რა. და HBO-სთვის და Netflix-ისთვის ეგ არ არის რაღაცა განსაკუთრებული ტრიტი, ეგ მათთვის არის ჩვეულებრივი ამბავი. მათთვის განსაკუთრებული ჩვენთან მუშაობა მარტო იმ პროცესში შემოდის, როდესაც ჩვენ ხვდებით დეტალებზე ორიენტირებულები რა. ჩვენ მათთვის საინტერესოები მაშინ ვართ, როდესაც ჩვენი კონტენტი არ არის უბრალოდ შესრულებული დავალება რა. ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მაქსიმალურად კონცეპტუალური და შინაარსობრივი ნაწილი გამოხატული იყოს ყველა პატარა დეტალში რა, რომელიც ხშირ შემთხვევაში შეიძლება შეუმჩნეველი იყოს, მაგრამ თუ ძალიან დეტალურად დააკვირდები, ყველაფერს კარგად შეამჩნევ და ყველა ვიზუალს, რასაც უყურებთ, ფიქრობთ მაქსიმალურად იმაზე, რა ჩანაფიქრი არის ყველა კადრში რა. ეხლა ძალიან შორს ვარ წავიდე, თითო კადრის გადაღება, ეხლა პროდაქშენებს საქართველოში ვინც არიან, წარმოდგენილი აქვს, რამხელა ხარჯი არის რა. თვითონ რამდენი წუთიც გეხარჯება იმ კადრის გადასაღებად, უნდა გაყო დღიურ ხარჯზე რა. თუ სიტყვაზე რაღაც კადრის გადასაღებად 1 საათი გჭირდება და გადასაღებად გაქვს 12 საათი, 1/12 არის იმ კადრის გადაღების ბიუჯეტი რა. თავისი ტრანსპორტირებით, იმით ყველაფრით რა. შესაბამისად რაღაც კადრს ვიღებ, ხშირ შემთხვევაში როცა ესე უყურებ, შეიძლება იფიქრო, ეს რაღაც უბრალოდ გადაღებულია რაღაცისთვის, მაგრამ რეალურად ყველა კადრს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, ყველაფერს აქვს თავისი აზრი, იმიტომ რომ ყველა კადრისთვის რაღაც ბიუჯეტი, მაქსიმალურად ეს ხო დაპატარავებულია იმაზე, რომ ყველაფერი მინიმალისტურად დაგჭირდეს რომ გადაიღო რომ მაქსიმალურად მოყვე ისტორია. ამიტომ ყველა პატარა მომენტი შეიძლება მნიშვნელოვანი შეიძლება რაღაც გეგონოს რომ ჩვეულებრივ ამბავია და აღმოჩნდეს რომ ის მომენტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო იქ და ჩვენ ამ მნიშვნელოვან მომენტებზე პატარაზე მაინც რომ მოვახდინოთ ხაზის გასმა, განსაკუთრებით თუცა ამბავს ყვებით დიდ ფილმზე, ეხლა რეკლამა ძალიან პატარა არის ხოლმე რა. შეიძლება იყოს 9 წუთიანი, შეიძლება იყოს 3 წუთიანი, მაგრამ რაღაცა 10 წუთიანი რეკლამები ძალიან იშვიათად გვხვდება რა. უკვე short film-ი არის რა, 10 წუთიანი როცა გავდივართ და ამ შემთხვევაში ეს ელემენტები რა, რასაც ვაკეთებთ ფილმში, რო გვხვდება აი აქ რაღაცა ამის ხმა მნიშვნელოვანია და მე იგივე ხმა სხვაგანაც ხდება და კიდე სხვაგან ხდება. ეს ყურს ამახსოვრდება ეს ხმა და მე ერთმანეთთან კრავს იდეურად. ისე როგორც მუსიკა, თემები გვხვდება ხოლმე რაღაცა არ ვიცი ხა ძალიან ბევრი ფილმი გამახსენდა უცებ, მაგრამ ყველა თემას რაღაცა მნიშვნელობა აქვს, რაღაცა აი ჩემ სტუდენტებს უყვები ხოლმე ძალიან მარტივი და ტრივიალური არის, მაგრამ ადვილად გასაგებია Lion King-ი ანიმაცია ალბათ ყველას გაქვთ ნახი. მანდ არის მამის და შვილის ურთიერთობის თემა, რომელიც მთელი ფილმის მანძილზე გვხვდება, სადაც ძირითადი შინაარსი არის, რომ მამა შვილს უხსნის ასე ვთქვათ როგორ არის სამყაროს წრე მოწყობილი, ეს ციკლი და შვილი ცდილობს რომ დაუმტკიცოს მამას, რომ ის არის ძლიერი რა. და ფილმის ბოლომდე მთელი ფილმი ეგ არის. შუა ნაწილში იქ რაღაც აკუნა მატატა და რაღაცები ხდება, მერე იქ იმას ვარსკვლავებს დაინახოს გაახსენდება, იქაც ეს თემა ყველგან ერთი და იგივე არის. აი მელოდიას გაგახსენებს. ნა 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 ნა. ეგ არ ვიცი დავარღვი საავტორობები დაახლოებით გაგვახსენდა. მაგრამ ხო, როგორც ეგ არის, თხრობის ამბავში ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი რა. ზოგადად კულტურაზე რაც შემიძლია ვთქვა, ეს არის ის, რომ ეს ისეთი ინდუსტრია არის, რომ ისე ვერ იქნები, რომ მე არტისტი ვარ და რავი, ეხა ესეთ ხასიათზე ვარ. აი მაგ კონტრასტზე მქონდა ზუსტად საუბარი რა. ესე არ გამოდის რა. პირველ რიგში უნდა იცოდე ეს მუზაც და ეს ყველაფერიც ცოტა სხვანაირად მუშაობს და თუ დიდი ხანი ხარ ამ ინდუსტრიაში, უკვე იცი როგორ შეგიძლია შენივე თავი ასე ვთქვათ დაატრიგერო სუბსტანციების გარეშე. ხო, რაღაცა ისეთი გარემო ისე შექმნა, რომ კარგად მოახდინო თავის წარმოდგენა გარემოში, მოახდინო შენი შინაგანი ენერგეტიკის სუბლიმაცია მუსიკაში და ასევე რაც
ემპათია უნდა გაგიხსნას იმ ბრენდის მიმართ და იმ შეხედულების მიმართ, რაც იქით ამხრიდან ხდება, რომ კარგად წარმოიდგინო ეს ამბავი, გადათარგმნო რაღაცა ისტორიაში, რომელიც მე უკვე გადაერთმაგნება მუსიკაში. ანუ ეგ უნდა შეგეძლოს რომ გააკეთო და მაგის გარდა ძალიან მნიშვნელოვანია მithumetes სარეკლამო ინდუსტრიაში, როდესაც გააქვს რაღაცა კონკრეტული დედლაინი და რაღაცა დრო რო ეს ყველაფერი მოასწრო, სწორად შეგეძლოს დროის მენეჯმენტი პირველ რიგში, ანუ ბოლო დღეს კი არ გააკეთო ყველაფერი თავიდანვე და თადარიგი სწორად დაიჭირო, კონდეს დრო დატოვებული დრო რო კარგად მოახდინო რევიზიის გაკეთება, არაგერიოს ერთმანეთში ფაილები სწორად დაარქვა ყველაფერს, თვითონ სტრუქტურა, არქივიზაცია, ყველაფერი ძალიან ბევრი ელემენტი არის და იერარქია სტუდიაში და ასე შემდეგ. ანუ ძალიან ბევრი რაღაც არის, რაც თუ სწორად არ დაალაგე და თავიდანვე სწორი მოლოდინები არ შექმენი, როგორც შიგნით, ასევე გარეთ, ყველაფერი აგერევა და ძალიან მარტივად მოხდება ამ არევის მერე, ან ძალიან რთულია მე ამ ყველაფრის დალაგება და ეს სულ ყოველთვის უნდა აკონტროლო, როგორც შიდა სისტემა და ძალიან აქტიური და ესეთი დეტალიზებული სისტემა გვაქვს, რომ ეს სისტემა რის გამო იქნება, რომ მე და შენ შორის, როდესაც ერთმანეთთან მუშაობთ, სწორი მოლოდინები გქონდეს რა. მე რაღაცის დაშვება არ გავაკეთო, რომ შენ ამას ჩემი დაშვებით შენ ამას იზავდი. რაღაც ფაილი ჩავაგდე და ჩემ ხო იცოდი რომ მე ამას ჩაგიგდებდი და რატო არ შეამოწმე. ანუ ეგეთი რაღაცები რო არ იყოს, გაიდლაინი უნდა იყოს უკვე ისეთი, რომ მე რაღაც ფაილს ჩავაგდებ, მე შეუნა შეგატყობინო რომ ეს ფაილი მოგაწოდე და ასე შემდეგ. ანუ ბევრი სხვა დეტალია. რა თქმა უნდა ხდება human error-ები, ანუ რაღაცა შეცდომები ყველა ადამიანს მოდის, მაგრამ მაქსიმალურად ხდება მინიმალიზმზე დაყვანა ამ ყველაფრის, როდესაც დაგეგმილი გაქვს ყველაფერი რა. კეთილი. Art of War-ში არის ეგეთი ესა quotes ვიტყვი, რომ არც ერთი ომი არ წასულა გეგმის მიხედვით, მაგრამ არც ერთი ომი არ მოუგიათ გეგმის გარეშე. ანუ შესაბამისად რაღაცები იქნება ყოველთვის აირება, მაგრამ თუ არ დაალაგე და არ დაგეგმე, საერთოდ ვერ გახვალ ბოლოში. სუიად, ეხანდელ გეგმებზე რო გითხრა და ხედვაზე, პოსტრედი საით მივითარდება და მომავლის ხედვა როგორია თქვენ რეალობაში? ჩვენ ზოგადად ძალიან ბევრი მიმართულებით ვახდენთ ხოლმე დაგეგმოს და განვითარებას. მე კონკრეტულად ახლა შემიძლია ვილაპარაკო ჩემს ამ მიმართულებაზე, რასაც მე თვითონ უწევ, ასე თქვა, კურირებას. ანუ სარეკლამო მიმართულებით ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ აქტიურად შევიდეთ, ასე თქვა, გლობალურ ბაზარზე, რაც ჩემი აზრით საქართველოს ბაზრისთვისაც საინტერესო არის, იმიტომ რომ ეგ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მეტ ფოკუსს გავაკეთებთ ამ მიმართულებაზე, თვითონ უფრო დავხვეწავთ კიდე ამ ჩვენ რადგან გლობალურ ბაზარზე გავდივართ, ეგ ნიშნავს, რომ ძალიან დიდი კონკურენცია უნდა გავუწიოთ ძალიან დიდ ბრენდებს, რომელიც ამ მიმართულებაში არიან, რომლებიც გვიცნობენ ძალიან კარგად ფილმებიდან და ის ანუ ჩვენი სტრატეგიით და ჩვენი ასე ვთქვათ ნაბიჯებით და რაღაცით მათზე წინ დავდგეთ. სხვა შემთხვევაში ვერ მოვახდენთ ამის და თავარი ჩვენი შინაარსი ის არის, რომ ყველა კამპანია, რაზეც გვინდა რომ ვიმუშაოთ, გვინდა რომ იყოს ისეთი, რომელიც ახდენს დიდ იმპაქტს ზოგადად საზოგადოებაზე. ჩვენთვის საინტერესო არის ეგეთი კამპანიებზე მუშაობა და ეგეთ ბრენდებზე მუშაობა, რომელსაც უნდათ რომ თავიანთი ბრენდინგით იმპაქტი გააკეთონ და ცვლილება შექმნან. იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ჩვენი ჩართულობა არარენტაბელური იქნება ბრენდებისთვის. იმიტომ რომ ჩვენი რენტაბელურობა მაგაში გამოიხატება, რომ ის სკოუპი, რაზეც უნდათ რომ ეს მაქსიმალური იმპაქტი გააკეთონ, ძალიან რთულად მისაღწევი არის და შესაბამისად რესურსულადაც უფრო რთული მიზაღები არის რა. აქედან გამომდინარე, მათთვისაც სჭირდებათ რომ რაღაცა მნიშვნელოვანი კამპანიები გააკეთონ და მაღალი დონის იმპაქტი და როლი იყოს აუდიოსი, მან არის მნიშვნელოვანი ჩვენი ჩართულობა და ჩვენ რადგანაც ძალიან კარგად გვესმის საქართველოს გემო და ქართული ინდუსტრიის და საქართველოს გემო კარგად, ანუ ასე ვთქვათ, ძალიან კარგი კოქტეილი გამოდის, სადაც ჩვენ ამ საქმეში ექსპერტები ვართ, ამ საქმეს ბევრი წელია ვაკეთებთ, კარგად გვესმის ქართული ინდუსტრია და უფრო და უფრო მეტად ხვეწავთ ამ მიმართულებას სარეკლამო მიმართულებაში რა. წარმატებები ზუსტად ახალ გზაზე და ძალიან დიდი მადლობა რომ დღეს ჩემი სტუმარი იყავი. საინტერესოდ შევხედეთ აუდიო იდენტობა იყო კიდე ერთხელ ჩემთვის საინტერესო გაშლა კამპანიის იდენტობა და ვფიქრობ რომ კიდე მეტი ბრენდი დაფიქრდება ამ ყველაფრის სწორად გამოყენებაზე. მადლობა და წარმატებები.